გიორგი კონდახაშვილსაც გავესაუბრები და მის პოზიციასაც მოვისმენ. გიორგი აცნობს ახლა აქ მყოფ ადამიანებს სწორედ რა უთხრა ნიკა მელიამ და მე ვერ ვხედავ გიორგის ვეძებ თუ მიმასწავლით სად არის რომ მოვისმინოთ მისი. გიორგი პირდაპირ ეთერში ვართ. გიორგი გეძებ. ხო ჩემს. აბა მოგვიყევი გიორგი რა თქვა ნიკა დარღვევები რა და ფაქტობრივად ყველაფერი რაც მე მოვყევი რაც ჩვენ მოვყევით რაც ვივარაუდეთ ერთ-ერთში დაჯდა ეს იყო კრიმინალური გატაცება საპატრო პოლიცია იყო გამოყენებული ინფორმაციის მისაღებად როგორც კი გააჩერეს და დარწმუნდნენ რომ ნიკა იჯდა მანქანაში გადმოსცეს რაციაზე რომ ობიექტი მანქანაშია ათეულობით პოლიციელი თავს დაესხა ნიკას იქცეოდნენ როგორც კრიმინალები დააგდეს იატაკზე შემდგომ სამარშრუტო მანქანაში სადაც დაახლოებით 10 პოლიციელი ძალადობით შეურაცხყოფით წაართვეს ტელეფონი ცდილობდნენ ტელეფონში ასე ვთქვათ ინფორმაციის მიღებას ვინაიდან Face ID უყენია ცდილობდნენ მის სახეზე მინათებას ფამდით მაგრამ ვერ გახსნეს იყვნენ ფაქტობრივად აი ნიკა გადმოსცემს ნუ ხვალე დიდი იმედი მაქვს რომ სასამართლო უზრუნველყოფს მის გამოცხადებას შესაბამისად და აღნიშნულთან დაკავშირებით იგი არის მოთავსებული დაკავების სიზოლოში და ხვალე გახდება ცნობილი და სასამართლომ უნდა მიეცემა შესაძლებლობა სასამართლო პროცესი როდესაც იქნება ნუ ადმინისტრაციული პროცესში თვითონ განმარტება გააკეთოს მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით მას მოექცნენ როგორც რა ვიცი უკანასკნელ კრიმინალს არავით არის განმარტება არავით არის ასე ვთქვათ უფლებების განმარტება არავით არის ზარისუფლება მიაყენეს ფაქტობრივად შეურაცხყოფა დააგდეს სამარშრუტო ტაქსის ასე ვთქვათ იატაკზე მას აქვს დაზიანებები ხელის მაჯისარეში და ნუ ეს არის ერთადერთი ფაქტობრივად იქცეოდნენ როგორც ველურებია ნიკა ესე გადმოსცემს თვითონაც არის გაოგნებული ყოველ 5 წუთში უღებდნენ ვიდეოს და უგზავნიდნენ ხელმძღვანელს არ ვიცი ეს ახალი ასე გატაცება არის რომ დაკავებულ პირს უღებენ ვიდეოს და ვიღაცების ანიჭებს სიამოვნებას აი ამ კადრებით აი ეს არის და ეს ნუ მას ხელის არეში ორივე მაჯის არეში ვინაიდან თვითონვე აღნიშნავს რომ ბოლო წუთამდე ვინაიდან სანამ არ შემოიყვანეს შენობაში ძალიან მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი და ფაქტობრივად იყო სამარშრუტო ტაქსი ფარდებიანი სამარშრუტო ავტობუსი სავარაუდოდ ის ავტობუსები სადაც ახალგაზრდებს უსწორდებოდნენ მიტინგების დროს აი რა გზავნილი აქვს შეძლებოდა რომ ბევრი ადამიანი ელოდებოდა მის გზავნილი არის ბრძოლა ბოლომდე ნუ ხიმილის მომგვრელია მისთვისაც ამგვარი გავეშებული ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს აუხსნელია ეს ყველაფერი გესმით თუ კი ამას ვიღაცა ცხელთავიანი აკეთებდა იმის გამო რომ მაგალითად ხვალე ნიკას დაპატიმრება ყოფილიყო მშვიდ ვითარებაში მე მგონი კონტრპროდუქტიულია ეს ყველაფერი გესმით იმიტომ რომ წარმოუდგენელი ამ პოლიტიკურ ლიდერს აკავებდე უსაფუძვლოდ პრევენციის მიზნით არღვევდე კანონს დავალებას აძლევდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ დავალებას და ამის შემდგომ ელოდე რომ ამასთან დაკავშირებით ადამიანებს არ ექნებათ რეაქცია ერთ კითხავთ და ნიკა მელიას რამე ხრეს აი როდესაც გააჩერეს აი რა იყო არაფერი გააჩერეს პატრული შეეცადა მძღოლის მხრიდან ფორმალური გასაუბრება იყო მძღოლთან და როგორც კი დარწმუნდა რომ მანქანაში იყო ნიკა მელია რაციაზე შემოვიდა დადასტურება რომ ობიექტი არის მანქანაში და ამის შემდგომ ფაქტობრივად 4-ვე კარები ერთად გაიყო და წარმოუდგენელი ხდებოდა აი თან ალბათ განგები იყო შერჩეული ვინაიდან მას უთვალთვალებდნენ განგები იყო შერჩეული ისეთი ადგილი სადაც სავარაუდოდ არავით არის გარესათვალთვალო კამერები არ არის ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც უკვე გადახვევა და თვითონ მანქანაში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერა მოგლიჯეს ვინაიდან აი ეს ფიცებულების სახით არაფერი მე როგორც უკვე აღვნიშნე ცალსახად სახეზეა პირის განზრახ უკანონო დაკავება ცალსახად უკანონო სახეზეა სამსახური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ეს არის სამოხელეო დანაშაული რომელიც არის ძალიან დიდი ხანდაზმულობის მქონე და კიდევ ერთხელ ძალიან მიკვირს იმ პოლიციელებს რომლებიც ბრმად ასრულებენ მსგავსი სახის დავალებებს გავაწლევი და მეგობრებო ასეთი დანაშაულები არასდროს არ რჩება გამოუძიებელი მეცაც გეტყვით შეიძლება ბევრად უფრო ადრე დადგეს ის დრო როდესაც ყველა მსგავს დანაშაულზე ყველა მსგავს თავგასულობაზე
მართლობაზე მოეკითხო და არავინ არ იქნება შემდგომ თქვენი დამცველი. ამიტომაც ძალიან კარგად დაფიქრდით, რა დავალებას იღებთ და რა დავალებას ასრულებთ. ნიკა ისიც აღნიშნა, რომ საბადრო პოლიციის ეკიპაჟს სახეზე აშკარად შეწუხებული ფაქტობრივად ოფლი ასხავდაო იმდენად საბადრო პოლიცია რომელიც გამოიყენებულია სამწუხაროდ ჩვენ და გამოყენებულია ინსტრუმენტად რომ გააჩეროს პირი ვინაიდან ჯერჯერობით საბადრო პოლიცია მეტნაკლებად მაღალჩინოსანი ხომ არ ყოფილა ესწრებოდა ამ თვითონ ეგრე უშუალოდ თუმცა თვითონ აღნიშნავს რომ რამოდენიმე მათგანი ამოიცნო აქციების პერიოდიდან და ამასთან დაკავშირებით თვითონ ისაუბრებს კრიმინალურმა პოლიციამ ჩაატარა სპეცოპერაცია თუმცა უმეტესობა მათგანისა არ იყვნენ ჩაცმული ფორმებში და როგორც თვითონ აღნიშნავს შემდგომ კომუნიკაციაში რომ აი ადამიანი როდესაც ათეულობით ადამიანი თავს ესხმის რომლებიც არ არიან ამოსაცნო ფორმაში რომ მოახდინოს მათ წინააღმდეგობის გაწევა უფრო სისხლის სამართლის დანაშაულს მე აბრალებენ ადამიანებს არის ეს მადლობა გიორგი კონდეხაშვილს ნიკა მე მინდა